მრავალ საუკუნეზე მეტია. ერთსა და იმავე გზას ყოველთვის სწრაფი ნაბიჯებით მიუყვება. ჩაფიქრებული, იდუმალი და მრავლის მთქმელი თვალებით. ყოველთვის ბედნიერია, როცა ამკარს აღებს. ამ ფოტოსურათებს უყურებს და ხვდება ადამიანებს, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირფასია. რომ გკითხოთ, სად და როდის გრძნობს თავს ყველაზე კარგად, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ რუსთაველის თეატრის აი ამ სამკერვალოში, საკერავ მანქანასთან მჯდომი, ფიქრებით მხოლოდ კოსტიუმზე და იმედით, რომ შეკერილი სამოსი მსახიობს კარგად ექნება. ათჯერ რო დაეშლეინებინათ ჩემთვის კოსტუმი, 10 ჯერვე დავშლიდი, 10 ჯერვე გადავაკეთებდი და 10 ჯერვე იმათ სურვილს შევასრულებდი. დღე და ღამე ისე არ ვიძინებდი, რომ თეატრზე არ მეფიქრა, კოსტუმზე არ მეფიქრა. ეს ადგილი არის ჩემი მეორე ოჯახი. 52 წელიწადი ამ თეატრის კედლებში გავატარე. ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, მოგონება მსახიობებთან რასაკვირველია, ძალიან კარგია და ძალიან ლაღია ცხოვრება. იმიტომ რომ მათ უყვარვარ და მეც მიყვარს ისინი. 29 წლის იყო, როდესაც საოცნებო თეატრის კარიში აღოდა პირველი დავალება მიიღო. სპექტაკლში ხანუმა, ნანა ფაჩუაშვილის პერსონაჟისთვის საქორწილო კაბა უნდა შეეკერა. ჩემთვის ძალიან რთული იყო. ჯერ პირველად ვმუშაობდი, პირველად დავიწყე კოსტუმის კერა. ყველანაირი განცდა მქონდა. ღამეებიც კი გამითენებია, სანამ ეს კოსტუმი ჩავაბარე. როდესაც ეს კოსტუმი ჩაიცვა და სპექტაკლი ხანუმა წავიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ის მიხაროდა, რომ პირველად რუსთაველის თეატრში ჩემი შეკერილი კოსტუმი სცენაზე გამოვიდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და დიდი სიხარული. ასე დაიწყო მისი დიდი მოგზაურობა თეატრალურ სამყაროში. ვინ დათვლის 1972 წლიდან მოყოლებული დღემდე რამდენი კოსტუმი შეუქმნია. ამას თავადაც ვერ გეტყვით, თუმცა თითოეულის ისტორიას დიდი სიყვარულით მოგიყვებათ. ერთხელ მარინა თბილისს შეუკერე ლამაზი კაბა. ავიდა სცენაზე და ეუბნებიან სად იყიდეოდა. ეს ნუშოს ფირმაო და ისინი ძალიან დაინტერესდნენ ნუშოს ფირმა რა იყო. ჩამოვიდა მედეია ჩახავა და სალომე ყანჩელი და მეუბნებიან, ნუშო, შენ რო ალამაზებ მარინას ჩვენ რა დაგიშავეთ? მოგძანდით და არ გაგიკეთეთ მეთქი? თამაშობდნენ ედიშერ მაღალაშვილი და ზინა. მხატვარმა შეგვაკერინა კოსტუმი, კაბა, რომელიც არ მოეწონა რეჟისორს. ამ დროს ხელად გარდიროში მოძებნეს კაბა, აბრეშუმის კაბა იყო. აი ეს ნაჭერი მინდა, ეძებენ, მეორე კაბაც უნდა იპოვნონ. ამ კაბისა რომ ერთი კაბა შეკერონ. ჩამომიტანეს ეს კაბა, იმ დღით დავარღვიე, გავასუფთავე, დავაუთოვე, დავამზადე და მეორე დილით მოვიდა უფროსი გამოჭრა. 12 საათზე პრემიერა გავუკეთეთ და 6 საათზე კოსტუმი ჩავაბარეთ. თუ კი საჭირო იყო, კოსტუმი ერთ დღეშიც უნდა გაგეკეთებინა, იმიტომ რომ პრემიერა არ უნდა ჩაშლილიყო. კოსტუმის გულისთვის სპექტაკლი არ უნდა მოხსნილიყო. ნახეთ რა კარგებია. აი ესეც კარგა ხმის კოსტუმია, ძალიან დიდი. ამბობენ, რომ კოსტუმები სუნთქავენ, რომაც საოცარი მისტიკა აქვთ. მართლაც, შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცემ ყველა ის ემოცია, რომელიც ძველი კოსტიუმების ხილვისას გეუფლება. მარინა კახიანის კოსტუმი, რომელიც ძალიან ძვირფასია, ამ კოსტუმში ცეკვავს ჯეირანს. იმიტოა კარგი, რომ ხელით ნამუშევარია. თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც კი შემეძლო, სტრუჩკი დამერტყა, მაგრამ არა, ხელით არის გაკეთებული, ჯივებიც ხელით არის. გვიყვება, რომ თეატრალურ წარმოდგენაში კოსტიუმები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ანსაცმელი, რომ ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საშუალება, პერსონაჟის ეპოქისა და განწყობის გადმოსაცემად. მსახიობს კოსტუმი ტანზე უნდა ჰქონდეს მორგებული. ისე უნდა იყოს იმ კოსტუმთან ერთად განწყობილი, რომელიც როლს ეკუთვნის. ამიტომ მას, როცა ტანზე კოსტუმი აქვს მორგებული, ის ამაყად ლაღად და ბედნიერად გზნობს თავს და თან კიდე უფრო სტიმული ეძლევა, რომ უფრო კარგად იმუშაოს და უფრო კარგად იყოს სცენაზე. რასაკვირველია, ეს მისთვის არის პირველი. 60-დან მეომარი 10 სანტიმეტრი შეხედეთ და ქინძის თავებით აწყებლანდით. აი ეგრე.
დაამაგრა კინძის თავები და პირდაპირ მანქანაზე დასწროს კი აღარ უნდა მაგათ პლანი. ყოველთვის სურდა რუსთაველის თეატრს მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი ყოლოდა და ვისმიანდობდა საყვარელ საქმეს თუ არა საკუთარ შვილს. ხოლო 10 წლის იყო, როცა დედისგან პირველი დავალება მიიღო და მას შემდეგ 30 წელია რაც თეატრალურ კოსტიუმებს კერავს. ძალიან მაინტერესებდა ხოლმე ეს დედაჩემი რომ მოვიდოდა ხოლმე სახლში გაშლიდა ამ საკერავს და რო კერავდა რაღაცა სულ გვერდზე ვედექი ხოლმე თან თავზე ვედექი ხოლმე სულ ვეტყოდი ხოლმე და ეს მითხარი ეს როგორ გავაკეთო ეს როგორ გავაკეთო და ფეხის მანქანა გქონდა ხო და დამსვა მანქანაზე და მითხრა აი ესე უნდა გაატარო გვირისტი ძალიან მოეწონა იმის მე არ გავჩერებულა მადლობა დედაჩემს რომ მასწავლა ის რაც ჩემში იყო რაც მე მინდოდა მთელი ცხოვრება გვერდ-გვერდში დგევართ და ერთად ვმუშაობთ ჯერ ხელს შეგიწყობთ დაგაწინაურებთ მე თქვენ სამაღლებას თქვენსავე ღირსებებს მიაცერს რა ვერ იზამს ამას ყველაფერი რომ დასრულდება რა გაშენება მეთქე რომ მოხდეს აპლოდისმენტები შეწყდება და განათებაც ჩაქრება ძველ ყუდრო გარდერობში ისინი თავის ადგილს უბრუნდებიან ბედნიერია რომ მის მიერ შექმნილი კოსტიუმები ახლა ისტორიის ნაწილია და მისი სახელი თეატრთან სამუდამოდ დარჩება